თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობათ, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. დღევანდელი ჩვენი გადაცემაც, რა თქმა უნდა, გვარებს შეეხება, რა თქმა უნდა, გვარებს წარმოგიდგეთ, მე და ვალერი კიმშიაშვილი ჩაგვერთვება ამ ყველაფერში და ესე იგი ალბათ საინტერესო იქნება თქვენთვისაც და საინტერესო იქნება ჩვენთვისაც ის რომ ესე იგი რამდენიც ჩვენი ინტერესი ის არის რომ რაც შეიძლება ბევრი გამოხმაურება იყოს თქვენგან მე ჩვენ ამას გრძნობთ იმ დიდ სიყვარულს ვგრძნობთ და იმ დიდ გამოხმაურება ახლა მე TikTok-ზე გავაკეთე ის გვერდი გავაკეთე რომელსაც არნახული ასე თქვა წარმატებები აქვს, კიდევ ძალიან ბევრი ნახვები აქვს. ძალიან ბევრი ნახვები, ესე იგი 8000, 10000-ზე ნაკლები არც ერთ ჩემს ვიდეოს არ აქვს. ანუ ესე იგი ერთს 470.000-იც აქვს ერთ ვიდეოს და ეს მახარებს და მოდი ძალიან ბევრი ესე იგი წერილი მომდის, მესიჯები მომდის, ძალიან ბევრი შეტყობინებები მომდის და ძალიან ბევრი ადამიანი გთხოვენ ესე იგი თავიანთი გვარის წარმოჩენას და თავიანთ გვარზე საუბარს. სულ რაღაც ორ დღეში, ნუ დღენახევარში 900-ზე მეტი შეტყობინება იყო მოსული. ეხლა ეს 900 შეტყობინების ერთ და ორ გადაცემაში ამის წარმოჩენა არის შეუძლებელი, წარმოუდგენელი და ეს არ შეუძლია არც ის კი არა რომ ისტორია მოყვე, გვარის ისტორია 900 გვარს ვერ ჩამოთვლი ერთ გადაცემაში უბრალოდ და მარტო ერთ გადაცემაში არა. ამიტომ ჩვენ ეტაპობრივად ვაწვდით ადამიანებს თავიანთ გვარის ისტორიას და აი ესე გვინდა რომ ესე იგი ნაწილ-ნაწილ და ეტაპობრივად ყველა გვარი გავაცდოთ. ამიტომაც არის ჩვენ ესე იგი აქ ცალკე ვლაპარაკოთ, ახლა მე დღეს 2-3 გვარს ვიტყვი, მაგრამ ვალერი იტყვის 7 თუ 8 გვარს. სადაც 10 გვარია, დავუშვათ ყოველ 2-3 დღეში მე TikTok-ზე კიდე 7-8 გვარს ვამბობ და ასე ნელა გვინდა ესე იგი თითოეულ თქვენგანს ეს არის ძალიან კარგი სასიკაროლოა რომ თქვენ დაინტერესება ძალიან დიდია გვარების მიმართ და ჩვენც რა ვიცი ყველაფერს ვცდილო ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ თქვენ თითოეულმა თქვენგანმა ესე იგი შეიცნოს და შეიცნოს თქვენი გვარის ისტორია თუ არ იცით და ამისთანა ხანდახან ისეთი გვარები გწერენ გაოცება საზღვარი არა აქვს. ახლა როგორ შეიძლება ლორდ კიფანიძემ არ იცოდეს თავის გვარის ისტორია, ან დავუშვათ აფაქიძემ არ იცოდეს თავის გვარის ისტორია, ან ჩოლოყაშვილმა არ იცოდეს თავის გვარის ისტორია, ან დადიანმა არ იცოდეს თავის გვარის ისტორია და ესეთი კურიოზებიც ხდება, ესე იგი ჩვენ ძალიან ბევრჯერ ესეთი გვარის წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან ცნობილი გვარები არიან და აი სკოლის ამოვიდა რა ვქე მაგას ასაკიდან ძალიან ბევრჯერ მქონია ისტორიის გაკუთილებზე ამ გვარების განხილვა, მაინც ვიღაცა გთხოვს. ეს არის ჩემთვის ცოტა ისეთია რა. ცოტა იმას იწვევს, გაოცებას და გაკვირვებას იწვევს, მაგრამ შეიძლება არის ვიღაცა რომელსაც არ იცის და ახლა ინტერესდება თავის გვარი და ჩვენ ვალდებულები ვართ ნებისმიერი ასეთი გვარის წარმომადგენელს გავაცნოთ თავისი გვარის ისტორია. აქედან გამომდინარე მე დღეს რამოდენიმე გვარს გაგაცნობთ ერთ-ერთი გვარი, რომელიც გვარითაც მინდა დავიწყოს არის ქობალიების გვარია. ძალიან საინტერესო გვარია, ჯერეთი იმითია საინტერესო, რომ ეტიმოლოგია ქობალი ნიშნავს პურს, აი ხორბალთან, ხორბალი, ესე იგი ძალიან მსგავსება არის თვითონ ხორბალთან, ანუ პურთანა მსგავსება და ეს გვარის ჩემი
ჩვენი აზრით ალბათ აქ მარცვლეულიდან მოდის, ანუ ხორბლიდან მოდის, ანუ პურიდან მოდის ამ გვარის ეტიმოლოგია. ეს გვარი არის მე-15 საუკუნიდან ჩანს ეს გვარი ისტორიულ საბუთებში. ესე იგი უკავშირდება დასავლეთ საქართველოს კულტურულ სასულიერო ცენტრებს უკავშირდება ამ გვარის წარმომავლობა განსაკუთრებით წალენჭიხასა და ცაიში, სადაც მე-14 საუკუნიდან ხდება როგორც საეკლესიო ესე სამეფო სამსახურებში მოღვაწე ქობალიები. ძალიან საინტერესო რამეა გვარის შესახებ უპირველესი ცნობები თარიღდება გითხარით უკვე მე-14 საუკუნიდან წალენჭიხის მაცხოვრის ეკლესიის ფრესკაზე არსებული წარწერა მოგვითხრობს რომ მეფე ვამეყ პირველის ბრძანებით კონსტანტინოპოლიდან გამოგზავნილ იქნა ტაძრის მომხატველი, ესე იგი მხატვარი მანუელ ეგუენიკოსი, რომლის დასახმარებლად ერისთავმა გაგზავნა ორი ბერ-მონაზონი, ქობალია მახარობელი და ანდრონიკე გაბისულავა. ეგ საინტერესოა კიდე ეს გაბისულავა დღეს გვარი არ არსებობს საქართველოში, მაგრამ როგორც ჩანს იყო ასეთი გვარი იყო და ესენი იყვნენ, ესე იგი ბერ-მონაზონები იყვნენ. ეს მოწმობს ქობალია უკვე მე-14 საუკუნეში ეკუთვნოდა სამონასტრო სასულიერო წრეს ეკუთვნოდა და წარმოადგენდა განათლებულ სამეურნეო მნიშვნელობის მქონე ოჯახს ესე წარმოადგენდა, ესე იგი მაშინ რომ აგზავნია კონსტანტინოპოლში იყო გაგზავნილი ეს ორი ადამიანი, ეს ისე არ ხდებოდა რომ ესე იგი განათლება თუ არ ქონდა ადამიანს და რაღაც თუ არ ქონდა რაღაც ზურგი თუ არ ქონდა ესეთ რაღაცები არ ხდებოდა ხოლმე. ესე იგი შემდეგ იყო კიდე ესეთი მე-17 საუკუნეში ქობალიების გვარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საუბრალოდ ჩამოყალიბდა სამეგრელოში. ისინი დასახლებული იყვნენ ზუგდიდში, წალენჭიხაში, ხაბუმეში, ჩხოროწყუში, ჩაესა და რუხში. ქობალიები ამ პერიოდში მსახურობდნენ როგორც სამღვდელო პირები, ასევე სამთავრო მოხელეები. აი განსაკუთრებით აღსანიშნავია წარწერა მამჩა პირველი დადიანის ეგვტერის ჩრდილო კედელზე. კანდელაკს მოწვასა და ეფემიძეს მე ყოფლისა მიქემოისა მაგას მოლ ყოფლის ასე წერია, ესე იგი რაღაც დაკარგულია ეს ასოები. მელქისედეკზე შეუნდოს ღმერთმა კანდელაკი გერასიმე ქობალია. ანუ ესე იგი ამ იმაში რა ქვია მამჩა პირველის და დადიანის დროს ესე კანდელაკი გერასიმე ქობალია. ეს კანდელაკი იყო საკმაოდ ესეთი მაღალის თანამდებობა იყო, ესე იგი ეკლესიაში ეს იყო მეურნე იყო, ასე თქვა, რომელიც განაგებდა საკანდელაკო, ესე იგი საკანდელაკო მიწებს განაგებდა ესე იგი სათლის წარმოებებს და ნუ ესეთ რაღაცებს და ძირითადად ინიშნებოდნენ აზნაურთა წრიდან და აქედან სავარაუდოა ჩვენ ასად შემდეგ იმაში რა ქვია იმაში რა ქვია პერიოდის ისტორიაში ჩვენ არსად არ გვაქვს იმის მტკიცებულება რომ ესე იგი ქობალიები აზნაურთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ, მაგრამ ამ სამუთებიდან რასაც ახლა ჩვენ გაგაცნობთ თქვენ აქედან იკვეთება ის რომ მაშინ ადრეულ ხანებში ეს გვარი სტატუსი აზნაურის სტატუსით გვევლინებიან და იმიტომ რომ ის თანამდებობები და ის მიმოსვლები ბერ-მონაზნობა გინდაც ის კანდელაკობა იძლეოდა იმის იმას რომ ესე იგი ეს გვარი იყო აზნაური წარმომავლობის გვარი იყო. ეს ძალიან საინტერესო დოკუმენტია. ასევე მნიშვნელოვანია ჩიჩუას შეწირლობის წიგნიდან 1696-1710 წლებში, როცა ესე იგი რომელიც ბიჭვინთის საბუთებშია დაცული, ტექსტში აღწერილია ქობალიას როგორც სამთავრო სამდვინოს წარმომადგენლის მოქმედება. აქაც ერთი ის მინდა ხაზი გაუსვა ამასაც დიუნებიც ესე იგი აზნაურთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ. ძალიან იშვიათ შემთხვევაში მსახურთა კატეგორიიდან იყვნენ ესენი. და ეს არის ძალიან საინტერესოა. ესე იგი ეს ნიშნავს რომ ქობალი იყო სამთავრო მდივანი, ანუ განათლებული პიროვნება იყო, ესე იგი და თან თავმდებობაც ჰქონდა, სახელო ჰქონდა, ასე ვთქვათ რა, მდივნის სახელო ჰქონდა და აქედან გამომდინარე სავარაუდოდ ეს გვარი აზნაურული გვარი იყო, მაგრამ შემდეგ ეს ამ გვარმა ეს აზნაურული წოდება რატომღაც დაკარგა და ეს არის ძალიან საინტერესო, რატო დაკარგა.
ან რამ გამოიწვია მათი დაკნინება, იმიტომ რომ შემდეგ წლებში ეს გვარი გლეხებად ჩანა. ეს არის ძალიან საინტერესო, რაღაცის გამო შეიძლება ეს იყოს გამოწვეული იმითი, რომ ესე იგი როცა მოხდა, ესე იგი ცვლილება რომ მოხდა, დინასტიების ცვლილება რომ მოხდა სამეგრელოში, ოდიში შეიძლება მიემხრო ძველი დინასტიის, დადიანთა დინასტიას მიემხრო, რაც გამოიწვია ახალი დინასტიის, ანუ ჩიქოვანთა განრისხება და ესე იგი აქედან გამომდინარე შევიწროება, ამგვარი შევიწროება. შეიძლება ასეც იყოს ეს მომავალი კვლევის ის არის, რა ქვია, საკითხია და ნახოთ შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი საბუთს წავაწყდეთ და გავარკვიოთ თუ რა მოხდა ამ გვარში. შემდეგი გვარი, რომელიც მოგწერა საერთოდ სხვა შორის გოგილავა არის. გოგილავები ძირძველი მეგრული წარმოშობის ქართული გვარია, რომელიც ისტორიული ფესვები უკავშირდება სამეგრელოს და აფხაზეთს. დღევანდელი ზუგდიდის, წალენჭიხის, ხობისა და გალის მხარეებს. გვარის ძირითადი ბუდეებია ზუგდიდი, წალენჭიხა, ჩქვალერი, ლია, ხონი, ხობი, ნაჟანეული, უტლბაი, ანუ ზემო ბარღები და გეჯეთი. უძველესი წყაროები ამ გვარს, ესე იგი მე-16 საუკუნიდან იცნობს. ნაჟანეულში მცხოვრები გოგილავები მოხსენებულნი არიან როგორც საეკლესიო გლეხები, რაც იმდროინდელი პირობებში ეკლესიის მიწებზე მომუშავე ქმედით მოსახლეობას აღნიშნავდა, ესე იგი საეკლესიო გლეხები, რომლებიც საეკლესიო ბეგარას იხდიდნენ და ესე იგი ეკლესიის სასარგებლოდ მუშაობდნენ. მე-17 საუკუნის დასაწყისის საბუთები იხსენებიან გოგილავა, შურითოლი გოგილავა, თოლიოქრო გოგილას იმით 1621 წლის საბუთია და ხუხურია გოგილას, სადაც გვარის ფორმა ხდება მოკვეცილი ფორმით, ანუ გოგილას ფორმით ხდება. ეს გვარი ამ გვარის წარმოადგენს ეკავათ მიწები და ბეგარით ემსახურებოდა ადგილობრივ ტაძრებსა და ბატონებს ემსახურებოდნენ, რაც მიუთითებს მათ სანდო ერთგულ პოზიციას იმდროინდელ სოციალურ იერარქიაში. ეტიმოლოგია და გვარის ფორმა, ესე იგი განვითარება. გვარის ფუძე არის მეგრული ყოფილი სახელი გოგილა, ხოლო სუფიქსი ვა აღნიშნავს შთამომავლობას ან კუთვნილებას. შესაბამისად გოგილავა ნიშნავს გოგილას შთამომავალს ნიშნავს. გვარის ფორმათა შემდგომი განვითარებით წარმოიშვა გოგიელა, გოგელია, სახელები, რომლებიც შემონახულია გალის ზემო ბარღებსა და მიმდებარე სოფლებში. 1654 წლის ჟან ლამბერტის უკაზე აღნიშნულია ტოპონიმი გოგელი, რომელიც იმდროინდელი ოდიში სამეგრელოს შემადგენლობაში შედიოდა და როგორც ჩანს, სწორედ ამ სახელიდან გამოჩნდა გვარის პარალელური ფორმა გოგელია. ისტორიული ცნობები, რაც შეეხება ამ გვარის შესახებ, ესე იგი ჩვენ ზევით ვთქვით, რომ გოგილავები მე-16-მე-17 საუკუნეებში იყვნენ საეკლესიო გლეხები. მათი ცხოვრების არეალი თანდათან ფართოვდება ზუგდიდის, წალენჭიხის და ხობის სოფლებში, მოგვიანებით კი აფხაზეთის ტერიტორიაზეც, განსაკუთრებით ნაჟანეულსა და ზემო ბარღებში, სადაც მე-17 საუკუნის შემდეგ მოსახლეობა ენაჩვენებდა ქართული მეგრულ ტრადიციას და სარწმუნოებას. მე-18-მე-19 საუკუნეებში გოგილავების გვარი კვლავ მოიხსენიება სამოქალაქო და საეკლესიო საბუთებში. მათ შორის არიან ოჯახები, რომლებიც გალის ოჩამშირისა და სოხუმის მხარეებში სახლობენ. მეორე მსოფლიო ომამდე და შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გოგილავები გავრცელება, ესე იგი პოვეს თბილისშიც გავრცელდა, მათი ნაწილი აფხაზეთის ომის დროს იზოლირებული გადაადგილდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ გვარი დარჩა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მეგრულ საგვარეულო დასავლეთ საქართველოში. ესე იგი მოსახლეობის აღწერის მიხედვით ამ გვარის 527 ადამიანი სახლობს სულ საქართველოში, აქედან ზუგდიდში არის 193, წალენჭიხაში 186, თბილისში 32, დანარჩენი ხობი, ლია, ჩქარელი, აბასთუმანი და გეჯეთში ცხოვრობენ. ამ გვარის ცნობილი წარმომადგენლები არიან, ესე იგი სავა გოგილავა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა და მეცხრე კავკასიური მსოფლმეთა პოლკის მებრძოლი იყო. 1915 წლის სექტემბერში დაიღუპა ეს ადამიანი. ათანასე გოგილავა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრის მკვიდრი იყო,
მეოთხე კავკასიური საზღვაო პოლკის რიგითი იყო და დაიჭრა 1916 წლის ივნისში. რამაზ ძაკუ გოგილავა აფხაზეთის ომის გმირი იყო ეს ადამიანი, რომელიც 1992 წლის მოვლენებს შეეწირა საქართველოს აფხაზეთის ომს შეეწირა, უბრალოდ საქართველოს რუსეთის ომს შეეწირა ოჩამჩის რაიონის სოფელ კოჩარაში. ესე იგი შემდეგ იყო გივი ნოდარი ანდროზე გოგილავა, რომელიც 2001 წელს სოფლის განახლებაში აფხაზეთი დახვრეტილი საკუთარ სახში დახვრიტეს ეს ომის შემდეგი პერიოდია და ესე იგი ამ პერიოდშიც კი ხდებოდა ადამიანების შევიწროება და ძალიან დიდი რა ვიცი, აბა ტრაგედია ეს ისე ტრაგედია, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს შეეხო და ღმერთმა ამრავლოს გოგილავების წესიერი და პატიოსანი გვარი და ღმერთმა აცხონოს ის შეიწიროს ღმერთმა ის ახალგაზრდა ხალხი, ვინც დაუშვათ სამშობლოსათვის თავი დადეს. შემდეგი გვარი არის ესე იგი სანიკიძეების გვარი, ეს ძალიან საინტერესო და ძალიან ესეთი ძლიერი გვარია საქართველოში. ფუძე არის სანიგი, სანიკი, ძველი კოლხური ტომისა და ერთდროულად ქართული პირთა დასახელების ბაზისი არის სუფიქსი კიძე, ძე არის ვაჟიშვილის შთამომავალი, სანიკიძე, სანის შთამომავალი, ანუ ესე ფუძე სანაშვილი, სანიშვილი, სანაძე, სანაია, სანოძე, სანიკიანი, სანიკიძე და რა ვიცი ასეთი გვარები, როგორც ერთი წარმომავლობის ისინი არიან, გვარები არიან, კინოკითი ფორმები არის სანი, სანო, სანალა, სანაგა, სანიკი და რაღაც ძალიან ბევრი. არეალი და ტოპონიმიკა ძირითადი ისე იგი ბუდეები, სადაც ეს გვარები არსებობდნენ, იმერეთი, გურია, სამტრედია, სენაკი, ნაქალაქევი, ლეძაძამი, ნოსილი, გეჯეთი, ბუგეული, სევა, ინაშეული, უშუბაური და რა ვიცი, ბევრი ტოპონიმები, სანიკიძე, სახნავი, ჩოლობაქში, სანიკიძეები, უბნები, გომურხა, ყოვაში და შველაურში. თანამედროვე გასაქანესი, გურია, იმერეთი, რაჭა, სამეგრელო, ვაჭარა, კახეთი, თბილისი და ძალიან ბევრი სხვა რიცხოვნობა ამ გვარის 3100 ადამიანი ცხოვრობს ამ გვარის დღეს საქართველოში. პირველი წერილობითი წყარო ამ გვარის შესახებ 1578 წელს განეკუთვნება ქუთაისის საყდრის გამოსავლის დავთარში იხსენება გიორგი სანიკიძე. ეს არის პირველი ისტორიული წყარო 1578 წელს, რაც თქვენ ვიცით, შეიძლება უფრო ადრინდელიცაა. მე-16-მე-17 საუკუნეებში კონტაქტებში ხელნაწერთა ინსტიტუტის მასალებში სანდრო გადამწერი არის მღვდელი სერაპიონ სანიკიძე. ეს ძალიან საინტერესო საბუთია სტატუსის მიხედვით, ესე იგი ძველი სტატუსი სოფლის მოსახლეობ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირი საეკლესიო ბეგრადზე სანული ვალდებულების მატარებლები და აზნაურები იყვნენ. ესე იგი საეკლესიო განხრით, ესე იგი გულანის შოშიტა ერისთავის ბრძანებით დაწერილი მინაწერი მოხსენებულია სვიმონ სანიკიძემ გალობელი საკუთარი ხელობასობრივი ტექსტის გადატანის შესტუმრებზე პასუხისმგებლობით საუბრობს. იგივე სვიმონი იხსენება კაცხის მონასტრის გულანშიც. ესე იგი ლაშქრობებში ეს გვარი ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ. იმერეთის სამეფო სივრცეში სანიკიძეები გამოდიოდნენ მემარცხენე მოწინავე სადროშოში იმერეთის გურის დადიანთა ლაშქარში. სამხედრო ვალდებულებანი გვარს უკავშირდება 1793 წელს ცნობილი შეწირულობის წიგნი სოლომონ მეფის ეპოქა, სადალ მოურავი გიორგი წულუკიძე და ძეები, ესე იგი მოწმეებში გარემოცვაში ჩანს მოურავი სანიკიძე გიორგი, ანუ მოურავად სახელო ჰქონდათ, მოურავის სახელოს ფლობდა ეს გვარი, მაღალი ნდობისა და ადმინისტრაციული ფიგურა, რომელიც ამტკიცებს სანიკიძეების შემოსვლას სამეფო ადმინისტრაციულ წრეებში. ძალიან ხშირად იხსენიება ეს მოურავი სხვადასხვა საბუთებში, ამ 18 საუკუნეში გურიის სოფელ ზემო სურებში აზნაურობა
მოუდიოდათ, ესე იგი ადგილობრივი პრივილეგირებული გვარის წარმომადგენლებს სანიკიძეებს. ძალიან ბევრი ისტორიული საბუთი არის ამ გვარის შესახებ დაცული სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში. მე მინდა რამოდენიმე მათგანი გაგაცნო ჩვენ ესე მე-19 საუკუნეს ეხება იმერეთის თავად აზნაურთა ოჯახების სიაში ფიქსირდება აზნაურის სანიკიძე და ოჯახი. ეს არის 1850 წელს დაუმტკიცეს ამ გვარს სანიკიძეებს, ესე იგი აზნაურობა. ამას გარდა ესე იგი 1859 წლის 11 აგვისტოს ივანიკა და ტომიტოვის ბობიტელა შათერიშვილების დავაში ჩაწერილი ხსენებული თათაში გადასებული სიკო სანიკიძეა მოხსენებული ჩვენი ქვეყნის დაპყრობის შემდეგ გამწვეული სამართლებრივი გარემოს სეკვენციებში. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვაჩვენოს სოციალურ ეთნიკურ დაძაბულობებზე სანიკიძეების მონაწილეობის ადგილობრივი სამართლებრივი საზოგადოებრივ იმაში რა კონტექსტში. სენატის მესამე დეპარტამენტის ჰერალდიკის საქმეში აგერ შემდეგ 1888-1890 წლებში ესე იგი თავდააზნაურდა საქმე ქუთაისის გუბერნიისა, სადაც სანიკიძეების რამოდენიმე ოჯახს კიდე დაუმტკიცეს, ესე იგი აზნაურობა და შეიტანეს გენეალოგიური წიგნის პირველ ნაწილში. ამავე დროს იყო კიდე ესე იგი რამოდენიმე ასეთი საბუთი იყო, ანუ ძალიან ბევრმა სანიკიძეების გვარმა სხვადასხვა დავუშვათ კუთხეებიდან და სხვადასხვა ადგილებიდან ძალიან ბევრმა ძირითადად ყველამ დაიმტკიცა, მოკლედ ყველამ შეძლო ესე იგი აზნაურული ტიტულების დამტკიცება და ეს არის ძალიან კარგი ამ გვარის ესე იგი ძალიან ბევრი წარმომადგენელი ესე იგი მოღვაწეობდა სასულიერო სფეროში. მე რამოდენიმე მათგან ჩამოგეთქვით არის ონისიმე სანიკიძე სანტრედიაში იყო მღვდელი, გიორგი სანიკიძე მედავითნე იყო საერმეში, ექვთიმე მარკოზიძე სანიკიძე იყო მედავითნე, შემდეგ მღვდელი გახდა ორხევში, მარკოს ნიკოლოზიძე მღვდელი გახდა. ეს 1840-იან 1860-იან წლებია მარკოს ეს მღვდელი იყო, ესე იგი გითხარით უკვე საერმეში, გრიგოლ დავითიძე მღვდელი იყო ოფეთში, ესეც 1850-იან წლებში იყო მუხარყუაში გადაიყვანეს შემდგომ თომა გრიგოლიძე იყო მედავითნე იყო ოფეთში, სილვისტრო გრიგოლიძე ნათე იყო ოფეთში, მარკო სილვისტროზე მედავითნე იყო ამავე დროს იმაში რა ქვია ქართულთა შორის წინაკითხვის გამოცემის საზოგადოებაში ძალიან ბევრი ადამიანი მოღვაწეობდა სანიკიძეების გვარიდან. იმდენად ბევრი არის, ანუ ესე იგი ამის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამ სამხედრო პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა რამოდენიმე სანიკიძე და აქედან წმინდა გიორგის იარაღი, წმინდა გიორგის იარაღი, ოქროს იარაღი და წმინდა ანას ორდენები შეხვდათ, ესე იგი ხმლით, ესე იგი და სტანისლავის მეორე კლასის მეორე ხარისხის ორდენი ხმლით პოლიკარპე სანიკიძეს, რომელიც პოლკის ქვეითი პოლკის ოფიცერი იყო და მამაცურის მრავალი ჯილდო ჰქონდა თან, ესე იგი აღებული. ამავე დროს გერასიმე სანიკიძე 292 პერმის ქვეითი პოლკში პრაპორშიკი იყო, წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი ჰქონდა, ესე იგი იმითი რა ქვია ხმლით და იმითი რა ქვია დამშვენებული იმითი. პანტელეიმონ სანიკიძე ამავე დროს იყო ესე წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული და მამაცობისათვის ეს ესეთი წარწერით მამაცობისათვის ეს იყო ძალიან კარგი იმაში ეს მეომარი როგორც საეკლესიო სფეროში მოღვაწეობდნენ, ასე მოღვაწეობდნენ ესე იგი სამხედრო სფეროშიც. ინარჩუნებდნენ რა თქმა უნდა თავადაზნაურთა ტიტულს ინარჩუნებდნენ ესე ქრონოლოგიურად აქ შეგვიძლია ჩამოთვალოთ ესე იგი როგორ მოდიოდა ამ გვარის განვითარება ესე იგი 1578 წელს გიორგი სანიკიძეა მოხსენებული, მე-16-მე-17 საუკუნეში მღვდელი სერაფიონ სანიკიძეა მოხსენებული, მე-17 საუკუნეში მგალობელი სიმონ სანიკიძე არის მოხსენებული კაცხის მასში მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ მე-18 საუკუნეში ლაშქრობებში იმერეთის
გურის დადიანთა დროშაში, ესე იგი სურებში მონაწილეობდნენ 1799 წლის თებერვალის შეწირვების წიგნში მოურავი გიორგი სანიკიძე მოწვით არის დასახელებული 1850 წელს აზნაურ სანიკიძე და ოჯახი ოფიციალურ სიაში შეიყვანეს 1859 წელს საქმის ჩანაწერში ესე იგი სიმონ სიკო სანიკიძეა მოხსენებული ну მოკლედ რა მოკლედ ძალიან დიდი შინაარს არის ამისი რა ქვია მაგრამ თუ რომელიმე სანიკიძე დაინტერესდება ამ ყველაფრის შემიძლია მივაწოდოთ თუმცა ამის იმას მე ვერ ხედავ იმდენად დიდი ისტორიკოსი ყავს სანიკიძეს ჯერ ბატონი ლევან სანიკიძე რომელიც ძალიან დიდი მეცნიერის იყო რა ქვია ადამიანი იყო და ძალიან უნიკალური რაღაც ისინი შექმნა წიგნები შექმნა რომელიც ძალიან იმის გარდა ესე იგი ისტორიული ფაქტებია შეგ მოყვანილი ამას ძალიან ხატოვნად გადმოცემდა არანაკლები ისტორიკოსი არის გუბა სანიკიძე რომელიც ძალიან ხატოვნად და ძალიან კარგად აღწევს საერთოდ ისტორიას მის ისტორიის თემაზე მის მოსმენას არაფერი აჯობია იმიტომ რომ ძალიან კარგად ყვება ამ ყველაფერს და მე მინდა უსურო ძალიან წარმატებები უნდა ვისურვო ამ გვარის წარმომადგენლებს და მინდა დალუცულები ყოფილიყვნენ და აი ეს იყო სულ ახლა რაც უნდა მეთქვა მე ახლა ამის შემდეგ მე სიტყვას გადავალ ესე იგი ვალერი ხიმშიაშვილთან ვალერი გისმენ შენს რამოდენიმე გვარი დღეს მოსმენისა მომზადებული და აბა გააგზელი ახლა შენ გისმენ გამარჯობა თუ აგრძელებთ გადაცემათა ციკლს ქართულ გვარებზე ბატონ ლევან ბერაიასთან ერთად. დღეს ვისაუბრებ დაახლოებით 7-8 გვარზე და საინტერესო იქნება. დავიწყოთ. პირველი გვარი არის ებანოიძის გვარი. გვარი ებანოიძე ქართული წარმოშობისაა. გვარი ებანოიძე შეიძლება ნიშნავდეს ებანოს შვილს. ან შთამომავალს. ასეთი სახელები ხშირად კონკრეტულ წინაპრის ან მის მეტსახელს უკავშირდება. ებანო შეიძლება ყოფილიყო წინაპრის სახელი ან ზედმეტსახელი. გვარის წარმოშობის ადგილია დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი იმერეთი. მიეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას. ისტორიულ წყაროებში გვარი ებანოიძე იხსენება მე-17 საუკუნეში. ებანოიძე გლეხი ჩხარის ფიცხის მეცი ხოვნემ შოშია ჯობაბიძემ წაართვა მას 4 ძროხა. ასევე მე-17 საუკუნეში იგივე სოფელ წოვაში მცხოვრებ ებანოიძე მიქაელი ცოლშვილით მეფემ შესწირა გელათის ეკლესიას. ებანოითა გვარიდან პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა 7 ადამიანი. დაიღუპა 2 ადამიანი. მეორე მსოფლიო ომში 98 ადამიანი მონაწილეობდა და დაიღუპა 4. ასევე საბჭოთა პერიოდის დროს ებანოიძეთა გვარიდან იყო რეპრესირებული 3 ადამიანი. წერა-კითხვით შორის გამავრცელებული საზოგადოების წევრი ყავდათ 5 ადამიანი. გვარში ყავთ 5 ღვთისმსახური. ამჟამად ებანოიძეები ცხოვრობენ იმერეთში, ბაღდადში და ზესტაფონის რაიონში, ასევე რა თქმა უნდა თბილისში. ამ დროისათვის მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 814 ადამიანს. მოდი შემდეგ განვიხილოთ გვარი ედილაშვილი. რა თქმა უნდა, ედილაშვილიც ქართული წარმოშობის გვარია. გვარი არის ეპონიმური გვარსახელი. გვარს ფუძედ უდევს გვარში დამწყები მამაკაცის საკუთარი სახელი ედილა. გვარის წარმოშობის ადგილი არის შიდა ქართლში. იყვნენ როგორც სახაზინო, საეკლესიო, ასევე საბატონო გლეხები. პირველად ედილაშვილის გვარი ისტორიულ წყაროებში იხსენიება 1442 წელს. ედილაშვილი მისრი სახლიკაცი მისი ბერინაშვილისა კათოლიკოს შიოზდა მცხეთიშვილთა თანხმობით მან იშვილა სიძე მღვდელი იოანე ჭარმაული. შემოიყვანა მამულზე და ჩააბარა თავის გაუყოფილი სახლი და მამული. ასევე 1690 წელს ედილაშვილი კირა კოზა
მკირაკოზა მოწმე ტატიანინიაშვილის მიერ ესტატე ფირალიშვილისათვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა. ასევე 1693 წელს ეს გვარი მოხსენიებულია ისევე ქვემო ქართლში. ედილაშვილი ეყამდიდა ახალქალაქში, კასპის რაიონია. მას ყავს ძმები ბაინდურა ბეჟანა შვილები, გიორგი ესტატე. იყიდა ძამანაშვილისაგან უკანჭალაში ერთი დღე მიწა. ედილაშვილების გვარიდან პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა 3 ადამიანი. დაიღუპა 1 ადამიანი. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 96 ადამიანი და დაიღუპა 7 ადამიანი. საბედნიეროდ ედილაშვილების გვარიდან გასაბჭოების მერე არც ერთი რეპრესირებაში არ მოყოლილა. რაც შეეხება წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ქართველებს შორის საზოგადოებაში ყავდათ 6 ადამიანი. ასევე გვარში საკმაოდ ბევრი 12 ადამიანი ყავთ. ამჟამად ედილაშვილები ცხოვრობენ აგარაში, ბებნიში, ბრეთში, გორში, ქართლში, ხიდისთავში, თბილისში და მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 457 ადამიანს. მოდი სამეგრელოში გადავიდეთ. გვარი ვარდია. ისტორიული წყაროები საერთოდ დასავლეთ საქართველოში მცირეა შემონახული, მაგრამ მაინც არის საკმაოდ. ვარდია, რა თქმა უნდა, ქართული წარმოშობისა და ეპონიმური გვარსახელია. გვარს უდევს საკუთარი სახელი ვარდია მამაკაცისა. გვარის წარმოშობის ადგილი არის დასავლეთ საქართველო, კერძოდ სამეგრელო, სოფელი ძველი ხაბულა. გვარი ეკუთვნოდა გლეხთა კატეგორიას. პირველი ცნობა ამ გვარის შესახებ გვაქვს ჩვენ 1715 და 720 წლებში. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთებშია ეს დოკუმენტი შემონახული. ვარდია ქორჩუა ხიბულაში მცხოვრები. დადიანმა ის თავის ოჯახით შესწირა ბიჭვინთის ეკლესიას. ასევე 1754 წელს ვარდიები მოხსენებულები არიან სოფელ ზანაში. აქ არის მოხსენებული ვარდია მაქსიმე და მისი ძმა ხახუ. ისინი საბატონო გლეხებად იხსენიებიან. ვარდიადან პირველ მსოფლიო ომში იყო მხოლოდ 1 ადამიანი, მსოფლიო ომში 34 ადამიანი და აქედან დაიღუპა 3 ადამიანი. ამჟამად ვარდიები ცხოვრობენ ზუგდიდში, სენაკში, ზანაში, ახალხიბულაში და ამ დროისათვის პრაქტიკულად ნალევ გვარში შედის. 123 ადამიანია ამ წუთისთვის. შემდეგი გვარი განვიხილოთ ჩვენ გვარი ვარდოსანიძე. ვარდოსანიძე, როგორც სხვა წინა გვარები, ქართული წარმოშობის გვარებია და მათ გვარად უძევთ საკუთარი სახელი ვარდო. გვარი შესაძლებელია, თქვათ, მოდიოდეს ქალის სახელიდან ვარდოდან, მაგრამ ადრე სახელი ვარდო ერქვა როგორც ქალებს, ასევე კაცებს. გვარის წარმოშობის ადგილია დასავლეთ საქართველო, იმერეთი. ასევე მე-17 საუკუნის ბოლოსთვის გვარი ვარდოსანიძე იხსენება ქართლში. იმერეთიდან არიან გადმოსული სავარაუდოდ ქართლიდან, იმერეთიდან ბოდიშით. გვარი მიეკუთვნებოდა გლეხთა კატეგორიას. ისტორიულ საბუთებში გვარი იხსენება პირველად 1687 წელს. ვარდოსანიძე ბეჟია მოწმე თამარ დედოფლის მიერ ქაიხოსრო მაჭავარიანისათვის მიცემული სახელობის წყალობის წიგნში. ასევე მე-17 საუკუნეში ვარდოსანიძე ბეჟუა აბანოს ცხოვრები ბეჟიტაშვილის ყმა იყო. ერთი კომლი იყო, ჰყავდა შვილი, ვაჟი. იმისი შეყრილი იმერელი ძამუკა ვაჟით.
მოხსენიებულია ასევე ეს გვარი ზემო ქართლის სადროშო აღწერის დავთარში. 1818 წლის შიდა ქართლის აღწერებში მოხსენიებულია სოფელ დირბში, მუხრანში, რაოდიმაულში, საბანში, ტყიბულში, ჩხარში ეს გვარი და შეადგენს 2076 წელს. ვარდოსამნიტთა გვარიდან პირველ მსოფლიო ომში ბრძოლობდა 9 ადამიანი, ბოდიში 9 ადამიანი, 2 ადამიანი დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 265 ადამიანი და დაიღუპა 24 ადამიანი. საბედნიეროდ ამ გვარიდან რეპრესიებს საბჭოთა კავშირის დროს, ეგრეთ ვთქვათ, სტალინის რეპრესირება მაგათ არ შეეხოთ. წერა-კითხვის საზოგადოების წევრი ყავდათ 5 ადამიანი, გვარში ყავდათ 6 ღვთისმსახური. მოდი ახლა ჩვენ განვიხილოთ გვარი ზაზიაშვილი, საინტერესო გვარია. გვარი ზაზიაშვილი, რა თქმა უნდა, ქართული წარმოშობისაა, როგორც ყველა გვარი. სახელი ზაზია ეპონიმური გვარსახელია. ადრეულ ხანაში გვარი სახელი ზაზია ერქვა ადამიანს. იყვნენ გლეხთა კატეგორიას. წარმოშობის ადგილი არის ქვემო ქართლი. პირველი ცნობა ამ გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში გვაქვს 1558 წელს. აი მაგალითად ზაზიაშვილი ყანდუაი იყო ეგეთი სახელი, მოწმე თურქისტანის მიერ იესესათვის მიცემულ ნასყიდობის წიგნისაშია მოხსენიებული. ასევე 1606 წელს ზაზიაშვილის ვენახი შესწირა გოგია ჯავნარაშვილმა დიღმის წმინდა გიორგი ეკლესიას. ესე იგი ზაზიაშვილები დიღმელში ცხოვრობდნენ. ასევე მოხსენიებულები არიან 1623 წელს ზაზიაშვილი მოწმე თურქისტანის შვილის მიერ შაბურ სულთან შავშიშვილისადმი მიცემულ ნასყიდობის წიგნისა. ზაზიაშვილების წარმომადგენლები პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა 3 ადამიანი, საბედნიეროდ 11 დაღუპულა. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 21 ადამიანი და დაიღუპა მხოლოდ 1 ადამიანი. ამჟამად ზაზიაშვილები ცხოვრობენ გარდაბანში, ერწიში, თეთრწყაროში, თბილისში და მათი საერთო რაოდენობა შეადგენს კატასტროფულად მცირე 51 ადამიანს. ღმერთო ყველა გვარი ამრავლე საქართველოში, ძალიან ცოტა გვარი რო ქრება. შემდეგ გვარზე ვისაუბროთ ჩვენ გვარი ზირაქაძე. ზირაქაძეც რა თქმა უნდა ქართული წარმოშობისაა და არის ეპონიმური გვარსახელი. გვარს უძებს გვარში დამწყები მამაკაცის სახელი ზირაქა. პირველად ეს გვარი იხსენიება 1583 წელს. ზირაქაძე მახარობელი დიმში ცხოვრები ლევან მეფემ იგი უწყალობა გიორგი ღაღანიძეს. ასევე 1583 წელს ზირაქაძე ჯანია დიმში ცხოვრები ლევან მეფემ იგი უწყალობა ასევე გიორგი ღაღანიძეს. საერთოდ ეს გვარი წარმოშობილია იმერეთში, წარმოშობის ადგილია. იყვნენ როგორც ახალზინო საბატონო და საეკლესიო გლეხები. ზირაქაძეების გვარიდან პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა 5 ადამიანი, დაიღუპა 2 ადამიანი. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 125 ადამიანი და დაიღუპა 17 ადამიანი. საბედნიეროდ ამ გვარშიც რეპრესირებული არ აყავდათ. ამჟამად ზაქარიადები ცხოვრობენ დიმში, ზეგანში, წიფაში, თბილისში და მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 500
500 ადამიანს. მოდით ჩვენ ახლა განვიხილოთ შემდეგი გვარი თაბუკაშვილი. კი ვიცით, ეს საკმაოდ ცნობილი გვარია საქართველოში და ამ გვარის ბევრი კარგი წარმოადგენელიც ვიცით. გვარი ქართული წარმოშობისა და რა თქმა უნდა ეპონიმური გვარსახელია. გვარ თაბუკაშვილს უდევს მამაკაცის სახელი თაბუკა. ეს ადრინდელი სახელია. ადრე საერთოდ ისეთი სახელები იყო, ეხლა აღარ იხსენიება და გვარად გადაკეთდა ეს სახელები წარმოიშვა. მათი წარმოშობის ადგილი არის დასავლეთ საქართველო, კერძოდ იმერეთი. მიეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას. ისტორიულ წყაროებში თაბუკაშვილის გვარი იხსენიება მე-17 საუკუნეში. თაბუკაშვილი დათუა, ევალა ბეგარა, საკვების ჩადმა, ორშაბათს 2, სამშაბათს და 4 შაბათს თითო. ასევე 1688 წელს თაბუკაშვილი ლომაია მამის თვალიშვილმა მეყიდა ხოჯაშვილს თავის თაბუკაშეული მიწით. ასევე 1699 წელს თაბუკაშვილი მამუკა მოწმეა პაპუა ისხნელის მიერ შოშიტა ზუმარაძესათვის მიცემული წისქვილობის ნასყიდობის წიგნისა. თაბუკაშვილების გვარიდან პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა 4 ადამიანი, დაიღუპა 2 ადამიანი. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 198 ადამიანი და დაიღუპა 28 ადამიანი. წერა-კითხვის გამავრცელებული საზოგადოების წევრი ყავდათ 4 ადამიანი. ამჟამად თაბუკაშვილები ცხოვრობენ ხარაგაულის რაიონში, ვანში, კიკნაველიჩი, ფარცხნავში, ღარისხევში და კიდევ იმერეთის რამდენიმე ადგილას და რა თქმა უნდა თბილისში. და მათი რაოდენობა შეადგენს 1222 ადამიანს. შემდეგი გვარზე ვილაპარაკოთ თვალიაშვილის გვარზე. თვალიაშვილის გვარი ქართული წარმოშობისაა. გვარი ტოპონიმურია და გვარს ფუძედ უდევს მამაკაცის სახელი თვალია, ესეც ძველი სახელია. გვარის წარმოშობის ადგილია ზემო ქართლი, კახეთი, ასევე იმერეთი. იმერეთში სოფელ მესხეთიდან არიან. ესე იგი, ეს იმაზე მეუთითებს, რომ ისინი მესხეთიდან გადმოსულები არიან და დასახლებული არიან იმერეთში, ვიცით ეგ სოფელი. და ყველა გვარი ერთმანეთთან დამოუკიდებლად წარმოიშვა. ისე მე-15 საუკუნეში გადმოვიდნენ ეგენი მესხეთიდან. გვარი თვალიაშვილი ბოდიშით მოხსენებულები არიან გურჯისტანის დიდი ვალიეთის დავთარშიც არიან მოხსენებული მესხეთში მცხოვრები. ეგენი სოფელ ზემოთ მოგვიდან გადმოვიდნენ მესხეთიდან. რა თქმა უნდა, ეს ყველა გვარი ერთმანეთის დამოუკიდებლად წარმოიშვა ქართლში, კახეთში და იმერეთშიც, მესხეთიდან იმერეთში კი. შიდა ქართლში იყვნენ აზნაურები. სხვაგან იყვნენ როგორც საბატონო, ასევე საეკლესიო და სახაზინო გლეხები. ისტორიულ წყაროებში გვარი თვალიაშვილი იხსენება 1527-1556 წლებში. მაგალითად, თვალიაშვილი გოჩა, მისი კუთვნილი მამულები, კერჩხაული და მებედური ლუარსებ მეფემ შესწირა რუისის ტაძარს. ეს ქვემო ქართლის თვალიაშვილებზეა საუბარი. 1574 წელს გურჯისტანის დირთბალიეთში ზემო თმოგში მცხოვრები თვალიაშვილი ზურაბა მოხსენებული. ასევე 1774 წელს არის არაგვის საერისთავოს აღწერაში მოხსენებული თვალიაშვილები, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფელ გერგეთში. იქ მოხსენებულია
თვალიაშვილი, პაპულა, რანბული და ივანე. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში თვალიაშვილი ბერიქ წინარეხს ცხოვრებია მას ევალებოდა თოფით ლაშქრობა 1926 წელს 1726 წელს თვალიაშვილი პაპუნა რუისში მისი ნაქონი სახაზო ვენახი სახალხო სასახლე და გლეხი ფარუიძე მამული თეიმურაზ მეფემ უწყალობა პაპუნა მამაცაშვილს 1788 წლებში თვალიაშვილი პაპუნა მის მამულზე შეეცნენ ერთმანეთ იოსებ თბილელი და მისი ძმები ასევე შიო სააკაძე მამულები დარჩა მამაცაშვილიც იყო დავაში ასევე საინტერესოა რომ თვალიაშვილები 1804 წელს გადმოვიდნენ სოფელ მარტყოფში იყვნენ სახაზინო და საეკლესიო გლეხები თვალიაშვილების გვარიდან მეორე მსოფლიო ომში 4 ადამიანი დაიღუპა მონაწილეობდა დაიღუპა 1 მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 76 ადამიანი და პრაქტიკულად განახებდა 25 ადამიანი დაიღუპა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ყავდათ 1 ადამიანი გვარში ყავთ 2 ღვთისმსახური ასევე ბოდიშით 2 რეპრესირებული ყავთ გვარში 37-38 წლებში რეპრესირებული ყავდათ ერთი საინტერესო ინფორმაცია თუ თქვენ დაგაინტერესat თქვენი გვარის წარმომადგენლის ვინ იყო პირველ მსოფლიო ომში მეორე მსოფლიო ომში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ასევე ვინ დაიღუპა და ვინ შეეწირა რეპრესირებს აი ვინ გადაასახლეს საბჭოთა პერიოდის დროს შეგიძლიათ მოგმართოთ მითითებულ ნომერზე და ჩვენ ამოვიღებთ რა თქმა უნდა ამ მონაცემებს და მოგაწვდით პირადად აი დღეს ჯერჯერობით სულ ეს იყო ჩემი ჩართვა ბატონ ლევანთან დიდი მადლობა გავზანდებოდეთ ღმერთმა დაიფაროს ყველა ქართველი და საქართველო და კიდევ ერთს გეტყვით რომ გვიყვარდეს ერთმანეთი ყველაზე მთავარი არის ეგა დროებით გავზანდებოდეთ დიახ მეგობრებო ვალერიმაც ძალიან საინტერესო გვარები გაგვაცნობდა იმაზე მეტი ძალიან ბევრი გვარი წარმოგვიდგინა დღეს და რა ვიცი აბა თუ მოგეწონა ჩვენი გადაცემები ისე გთხოვნა ჩვენი თხოვნა მოიწონოთ ჩვენი გადაცემები YouTube-დან მოიწონოთ ჩვენი გადაცემები და გამოიწეროთ ჩვენი გადაცემები რომ ვინდა გქონდეთ წომა გქონდეთ ჩვენს გადაცემებზე ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე კარგად გზანდებოდეთ 3000 წელს მეტი გისხოვრია როგორც ერსა ერსა ჩავდღეს მოსრები ვარ